მეტაფიზიკის სპეციალისტი ირინე აღაპიშვილი არის, როგორ მიყვარს ხოლმე რომ მოდიხარ ხო? მიყვარს თქვენთან სტუმრობა ძალიან. რაღაცა რამდენად მნიშვნელოვანია დაბადების დღე ადამიანისთვის, ხო? ანუ ის დღე ჩვენთვის, დღეს მიულოცოთ კიდე ზურას დაბადების. ზურას კიდე რომანჯარის დაბადების დღე და კიდევ ერთხელ ვულოცავთ უსურვოთ ბედნიერებას თავის ოჯახთან ერთად, მეგობრებთან ერთად. თავის ქვეყანასთან ერთად ყოფილიყოს გახარებული და ბედნიერი და ჩვენთან ერთად მუდამ რა ვიცი და გაგვახალროს თავისი ძალიან გვიყვარს და გულწრფელი ღიმილით გულწრფელი სიტყვით და რა ვიცი ყველაფერი კარგით ჩვენ მაყურებელსაც ძალიან უყვარს ზურაც და ყველა ჩვენ ძალიან უყვარვართ ჩვენ მაყურებელს და გადაცემაში გვაგვაყალია ვირეკავენ გვეფერებიან ყველას მინდა მოკითხვა გადავცე და ბატონ ნოე ნოდარ ჩიკოგიძეს მინდა ძალიან დიდი მოკითხვა და მადლობა უთხრა აქედან ჩვენი მაყურებელია რომელიც ძალიან გულშემატკივრობს და სულ გვეუბნევარ მოკითხვას თქვენს გადმოგცემთ მეც სულ და მადლობა დიდი ბატონო ნოდარ აბა დავიწყოთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველა. დილამშვიდობისა საინტერესო თემა არის ძალიან ისეთი სახალისო, რა თქმა უნდა სპეციალურად შერჩეულია, იმიტომ რომ დღეს მაინც უნდა გავიმეოროთ, რომ ზურას დღე არის ფაქტობრივად, ვულოცავთ ნამდვილად დღეგრძელობა, წინსვლა, ჯანმრთელობა, ყველაფერი კარგი, საუკეთესო ამბები, აი სულ კაი რაღაცეებზე რომ გვესმოდეს და გვიხაროდეს და სულ გახარებული მენახო. ზურა და დღევანდელი ზურას თამადობით ყველა იუბილეარს მინდა ვულოცო ნამდვილად და შესაბამისად გავაგრძელოთ ეგ თემა და დღეს ვიზეიმოთ ზურას დაბადების დღე. რა თქმა უნდა, აუცილებლად. მოდელების დაბადების დღე. აუცილებლად. რა, ეგ რა არის? აი რაღაცა მოვიტანე. ახლა ჯადოსნობა. აბა, ნამდვილად ცოტა უნდა ვიჯადოსნოთ, ესე უნდა ვთქვა. ვიჯადოქროთ. ვიჯადოქროთ, ბატონო. აი ესეთი რაღაცეები, ბარათები მომამზადე იმისთვის, რომ უფრო ახმადი იყოს და თან ინტერაქტიული იყოს მაყურებელთან ერთად. თუ როგორ უნდა შევხვდეთ ჩვენს ახალ წელს მინდოდა მეთქვა და ცოტა ხანში იმასაც ვიტყვი, ჩვენს დაბადების დღეს იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები, ნუ აი ყველაფერი კარგი რო იყოს მოზიდული ჩვენ ცხოვრებაში, რაც კი გვინდა. პირველი ველოდი რომ შემეკითხებოდით ალბათ აბა ირინა, მთავარი წესი რა არის დაბადების დღის და ამიტომ შესაბამისად ესეთი ფრეიმი მივეცი და პირველი და მთავარი წესი რაც აქ მე მიწერი არის ის რომ უნდა გადავდოთ ყველანაირი წესი. აი ეს არის ოქროს წესი დაბადების დღეს და ძალიან მიყვარს ეგ ფრაზა, იმიტომ რომ ეს ყველანაირი წესები უნდა დავარღვიოთ ჩვენ დაბადების დღეს. უნდა დავარღვიოთ და ეგ მარკ ტვენის ციტატა არის და ძალიან მომწონს. შენს დაბადების დღეს მხოლოდ ერთი წესია. გადადე ყველა წესი. იცხოვრე ეს დღე ბავშვივით, აღფრთოვანებით, ცნობის მოყვარეობით და სრული თავისუფლებით. გადასარევ. ამით დავიწყო და დავიმახსოვრთ, რომ ყველანაირი წესი უნდა დავარღვიოთ და გადავდოთ. მეორე, რაც ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ იცით საიდან წამოვიდა ეხა ეს მეორე ბარათი, ყველაზე ხშირი კითხვა და ეხა მაკიაჟის დროსაც იყო ამაზე საუბარი, რომ ირინაო, დაბადების დღეო, მაინც და მაინც იმ დღეს უნდა აღნიშნოთო, თუ მანამდე შეიძლება მის მერე და ასე შემდეგ. კი პასუხებთ, მანამდე არ არის სასურველი წმინდა ენერგეტიკული თვალსაზრისით, ცოტა გვიან შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან გადატვირთულები ვარ და ნუ არ გამოდის ხანდახან, მაგრამ პატარა ზეიმი, იმ ბავშვის ზეიმი უნდა მოვაწყოთ ზუსტად იმ დღეს, დაბადების დღეს და რატო? არსებობს ეგრეთ წოდებული ენერგიის პიკის წესი, მართლაც ეგრეა და ენერგეტიკოსების კვლევებით საინტერესო კანონზომიერება დადგინდა. რა კანონზომიერება არის ახლა ის, რომ დაახლოებით 40-46%-ით უფრო მეტად ენერგეტიულები ვართ დაბადების დღეს და რესურსი გვეძლევს ზუსტად იმ დღეს, კი ბატონო და გვაძლევს იმის საშუალებას სამყარო, რომ მეტად წარმატებულები ვიყო და გამოვიყენოთ ეს ჩვენი რესურსი იმისთვის, რომ დავაპროგრამიროთ შემდეგი წელი იმაზე, რაც ჩვენ სურს. ამიტომ ეს პიკის წელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ ისეთი, რომ კი, ვიზეიმოთ იმ პატარა ბავშვის, შინაგანი ბავშვის დაბადების დღე, ზუსტად იმ დღეს, კი ბატონო. შემდეგი გადავდივარ და ძალიან მომწონს. აი, წარმოვიდგინოთ ზურას დაბადების დღე, როგორ უნდა გავატაროთ ჩვენს იმისთვის, რომ ჩვენც ვიბედნიეროთ იმასთან ერთად და ყველა იუბილეართან ერთად. მესამე, რაც მე ძალიან მომწონს, ეს არის გაიღვიძე
აი, წარმოვიდგინოთ დილა, გავიღვიძეთ, ჩვენი დაბადების დღე არის პირველი რა, ნუ უნდა გავიღიმოთ, იმიტომ რომ წესი უნდა გვიხაროდეს. ჩვენი თავი როგორც მინიმუმ გაიღვიძე და მიესალმე საკუთარ თავს და შენს ორგანიზმს ეს პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ აი ესე შევიგრძნოთ შინაგანი ორგანოებით, შეიძლება ეს თერაპიაც არის, რა თქმა უნდა. ნუ მოკლედ არის ეს მიმართულება ცალკე არის კიდე. მოიფერში გადავიდეთ, რომ ჩვენ ორგანიზმი, ჩვენ თავს მიულოცოთ, რომ იმ დღეს მაგას აქვს ძალიან დიდი ძალა. გასაგებია. გავაგრძელოთ მაშინ შემდეგ ბარაძე გადავიდეთ და გავაგრძელოთ ზეიმი ზურას დაბადების დღის. კი ბატონო. მეოთხე ბარათი არის მადლობა გადაუხადეს სამყაროს და ზეციურ ძალებს. აქ მინდა ცოტა გავშიფრო მადლობა. მადლიერების ტექნიკა ძალიან ძლიერია, ეგ ვიცით ყველა, მაგრამ დაბადების დღეს წარმოიდგინეთ, გავახილეთ თვალები და რამდენი გავიარეთ და კიდე გვაძლევს საჩუქარი. ზემოდან, ვინც გვაძლევს, რომ კიდე ერთი წელი, ან კიდე რამდენი წელი. არის რამდენი წელი მარადიული, ასე ვთქვათ, გავატაროთ. ფათაშორის მე მაგ ტრადიციად ჩემ დაბადების დღეზე რომ ვიღვიძებ დილით, პირველი მივდივარ ტაძარში და ღმერთს მადლობას ვეუბნევი, რომ კიდევ ერთი წელი მაჩუქა შარშანდელი დაბადების დღიდან და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ხოლმე ამისთვის. ძალიან კარგია მართლა მადლიერების ტექნიკა და დაბადების დღის კიდე შესაფერისი ძალიან არის. შემდეგი, ეს ძალიან მიყვარს და მაგას ვაკეთებ ძალიან ხშირად და შეგვიძლია არა მარტო დაბადების დღეს გამოვიყენო და დღეს მეხუთე ბარათი არის, იმიტომ რომ ეფექტურია და მუშაობს, გჯერა თუ არ გჯერა და ეგ მომწონს ყველაზე მაგრად, იმიტომ რომ ზოგი მეუბნება, აუ ირი ძალიან მომწონხარ, მაგრამ არ მჯერა. ესეთებიც არის Facebook-ზე რას არ წააწყდები და რას არ წაიკითხავ, მაგრამ ეს მაგარია. წარმოიდგინეთ, აი ხომ გამარჯობა, გავიღიმეთ, მადლობა, მოვეფერეთ იმას, ეს და შემდეგი. აი ესეთი რაღაცა წევართ, ეს დამიკავეთ თუ შეიძლება. ეს არის ერთგვარი აფირმაცია და ჟღერს შემდეგნაირად. ყველა სირთულეს ვაუქმებ, მაგრამ უნდა ვაჩვენო როგორ ვაკეთებთ მაგას. ყველა სასწაულს ნებას ვრთავ. წევარ ძალიან ტრანს და გამოსული უკვე და აი ესე დაბალ იმაზე თუ შეიძლება პირველი ყველა სირთულეს ვაუქმებ, აი წარმოიდგინეთ რომ თქვენს ძალაში არის ეგ ყველაფერი და მე ყველა სასწაულს ნებას ვრთავ და წარმოიდგინეთ როგორ იღებ ან ცა ან რამე სასიამოვნო და ამ ენერგიით გაჟღენთილები ადექით და გადასარევ. შემდეგი ბარათი კი გააღვიძე შენში ბავშვი, ოღონდ ბედნიერება. არაჩვეულებრივია. ყოველ დღე რომ გავაკეთოთ, კარგი იქნება, მაგრამ დაბადების დღეს მაინც არ დაგვეზაროს, არ დაგვენანოს ეს ემოცია და გავაღვიძოთ ჩვენში ბავშვი და რას ნიშნავს ეს? ხომ გახსოვთ პირველი წესი, რომ არანაირი წესი გადავდოთ ყველაფერი და ცოტა ვიგეჟოთ, ასე ვთქვათ და გაიღიმე, გაუკეთე შენს თავს საჩუქარი, ნუ აქ რაც და მეტია, გაბერე ბუშტები, აი ხო არის ბავშვობიდან მოყოლებული რაღაცა რაზეც ფიქრობ, მაგრამ უკვე აი დიდი ხარ და არ შეიძლება, შეიძლება. მე მგონი მდიდობაში უფრო აღარა გვაქვს სიმორცხის ამბავი და ყველაფერი შეიძლება ნამდვილად. ამიტომ დავწერო, რომ ბედნიერება სერიოზული ვიყო და დიდი კაცი ვიყო და მე ბავშვობიდან მე გამოვედი და მახარებს ეგ ამბავი. მეც მახარებს და ცოტა ჩემი გოგო მეხუთე შვილი მეჭხვა. დედა ცოტა სერიოზულად მოიკეთე და არა ის ბავშვობა მირჩევნია და ნუ ამიტომ იმ პატარა ბავშვს გაუმარჯოს. ნამდვილად. შემდეგი გააკეთე აქტივაცია. აი ეს მომწონს ძალიან და აქტივაციებიც მიყვარს, იმიტომ რომ ყველაზე ეფექტური, უნივერსალური და მარტივი ინსტრუმენტი არის, რაც კი ვიცით, თან ცოტა ზარმაცებისთვის არის, ანუ გვეზარება ყველაფერი, მაგრამ ეს არ გვეზარება. დავანთოთ სანთელი. შეგვიძლია ნებისმიერი დავანთოთ, ტაძარში წავალ თუ სახლში გავაკეთებ. მე მიყვარს ჩვენი პროგრამული სანთლები, იმიტომ რომ ვიცი რა პროგრამით გაკეთებული, რა დღეს გაკეთებულია, რატომ არის გაკეთებული, იმიტომ რომ ჩემი კონტროლის ქვეშ არის ეს პროცესი და კონკრეტულად დაბადების დღისთვის არის პროგრამული სანთელი. ეს არის სანთელი, რომელიც დამზადებულია სპეციალური პროგრამებით, ანუ ფიქრებით, ოღონდ სპეციალურად შერჩეულ დღეს, თარიღსა და კონკრეტული აფირმაციით. ამიტომ იჟღენთება იმ პროგრამებით და გვეხმარება იმ მიზნის მიღწევაში, რა მიზანიც კი გვაქვს ჩვენ. ამ შემთხვევაში დაბადების დღე არის და რა თქმა უნდა მე სიახლე მაქვს და ამიტომ მოვიტანე და მინდა დავანთო და კიდევ ერთხელ დღევანდელ იუბილარს მოულოც დაბადების დღე, რა თქმა უნდა ზურაზე მაქვს საუბარი, ფარველი ანგელოზების სანთელი არის. გასაგებია.
დავანთოთ ახლა თუ შეიძლება. ეგ ვიცით რომ ნებისმიერ სუფრასთან ეგ ყველაზე ისეთი სადღეგრძელო არის კიდევაც და ბევრი ვიფიქრე რომ დაბადების დღეზე რა ესიამოვნება ჩვენს მომხმარებელს და მოვიფიქრეთ აი ესეთი სანთელი. ასე რომ ამ ცეცხლთან ერთად ენერგიასთან ერთად ყველაფერი კარგი კიდევ ერთხელ მინდა უსურვო ზურას და ყველა იუბილარს დღეს. შემდეგი ბარათი. მიიღეს სასიამოვნო აბაზანა, ან მასაჟი, ან არომაზეთების რაღაცა არომათერაპიის მიმართულება, ან კიდე რა, აი იმისთვის რომ სხეულსაც ფიზიკურად ვიგრძნოთ აი სიამოვნება და იმ ბავშვსაც საჩუქარი გაუკეთოთ ჩვენ. აუცილებლად ჩაიცვი ახალი აი საჩუქრისკენ მივდივარ, წერია რომ ჩაიცვი ახალი სასურველი ფერის სამოსი. ის კი არა რომ სამსახურში მივდივარ და ამიტომ ეს ფერი უნდა მეწოს ან დრესკოდი. არა, აი რაღაცა ისეთი ფერი ხასხა არ ვიცი მე მალინის ფერი ან ფორთოხლის ფერი ან სხვა ფერის მატარებელი მინდა ვიყო დღეს და დაუშვათ ეგ აუცილებლად და გავაკეთოთ. შემდეგი ცოტა მოითხოვს აქ კონცენტრაციას ახლა დავისვენეთ ვისიამოვნეთ ასე ვთქვა და შემდეგი ბარათი არის ეგრეთ წოდებული სოლარის ტექნიკა და ეხლა ახსნა რა არის ეს. ძალიან მნიშვნელოვანია დაბადების დღეს გავაკეთოთ პატარა მონახაზი მაინც, ანუ გეგმა, რომელიც შედგება 12 პუნქტიდან. და რატომ 12-დან? იმიტომ რომ აი ეს სოლარის ტექნიკის მიხედვით ეს არის იანის ენერგიის, ანუ მზის ენერგიის ტექნიკა, გვეუბნება იმას, რომ დაბადების დღიდან მომდევნო 12 დღის ქმედებები და გეგმები არის ჩვენი წლის პროექცია. ანუ მომდევნო 12 დაბადების დღემდე პროექცია. არა უშავს, არასოდეს არ არის გვიან. და რა 12 დღე მე როგორ ვიქცევით 12 დღის განმავლობაში, აი დაბადების დღეს გავწეროთ მომდევნო 12 დღის პატარა გეგმა მონახაზი. რა მინდა, რას ვაკეთებ, რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის რომ მივაღწიო იმ ჩემ მიზანს და ასე შემდეგ. და რაც თავარია, აქედან არის ერთი ჯადოსნური გასაღები, რომელიც ხსნის ამ ფორმულას და ხდის ამ ყველაფერს უფრო მარტივად მოსაზიდი და რა არის ის რომ ამ 12-დან ერთი უნდა იყოს რაღაცა ძალიან მარტივი და რატომ გეტყვით ეხლავე. მარტივი იმიტომ რომ შეგვიძლია ეგრევე მეორე დღეს თუნდაც ან იმავე დღეს თუ გცალია რა თქმა უნდა ავისრულოთ. მაგალითად მე ძალიან მიყვარს ყავა და ყოველთვის სადღაცა ვცდილობ თუ მარტივია დავწერო შემდეგი რაღაცა რომ აი ახალი ყავის ფინჯანი გავსინჯო ან ვესტუმრო ახალ გახსნილ კაფეს. ანუ მარტივად ასრულებელი უნდა გავაკეთოთ. იმისთვის რომ ჩავრთოთ ეგ ყველაფერი და დაიწყოს მუშაობა. დაიწყოს მუშაობა დაიწყოს. ზუსტად ნამდვილად მასეა ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის და ამასთან დაკავშირებით თუ ვინმეს აქვს კიდე დღიურები და ვიცი რომ ჩვენს მომხმარებელს უყვარს ეს დღიურები და ასე შემდეგ, იქაც ეგ გეგმა გავწეროთ და ამ მარტივი გასაღებით დავიწყოთ ეგ ქმედება. შემდეგი სულ ორი დაგვრჩა და მიყვარს ეგ მე-11. დაარღვიე დიეტა. აქაც გავიხსენოთ ის პირველი წესი. აბა რა, პირველი წესი გავიხსენოთ, რომ გადავდოთ ყველანაირი წესი და დავარღვიოთ და თუ ვინმე ხართ დიეტაზე, ანუ რაღაცა ასკეზურად თქვათ უდგებით ამ საქმეს, არა, დაბადების დღეს ტორტიც მოსულა, ყველაფერი რაც კი გვესიამოვნება და რა თქმა უნდა იმ სანთლები, იმიტომ რომ შესანიშნავი რიტუალია, თუ არ გვინდა ასაკის მაინც და მაინც დაფიქსირება, ნუ იქნება მთავარია ის სანთელი ცოცხლად ანუ ცოცხალი თვითონ ცეცხლი რო იყოს და ჩავიფიქროთ კიდევაც და დავარღვიოთ ყველანაირი წესი, ოღონდ კარგი გაგებით. და მე-12 მეც ვამთავრებ მე-12 ბარათით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა სიმბოლურია და თუ სოლარის ტექნიკას დავუბრუნდებით, პროექცია მინდა გავაკეთო მომდევნო 12 თვეზე და მიულოცე შენს თავს დაბადების დღე. აი ეს არის ყველაზე მთავარი მესიჯი, რაც კი შეიძლება იყოს, ყველაზე სანუკვარი სურვილებით და ყველაზე მთავარი ამ 12-დან. იყავი ბედნიერი. აუცილებლად. როგორც გინდა. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. თუნდა ვიყოთ ბედნიერები.